ჩვენთან ერთად არის მოგესალმებით ქალბატონო თამარ. მოგესალმებით გიორგი, მივესალმები მაყურებელს. საღამომშვიდობისა. ქალბატონო თამარ, თქვენ გითხარით რა გახდა ბუბა კუდავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი? ის დარღვევებს კატეგორიულად გამორიცხავს. მოდით აქედან დავიწყოთ, რომ ბატონი ბუბა თანამდებობიდან განთავისუფლებული არ არის და ის არის მოქმედი დირექტორი. ის მოვალეობის შემსრულებელია. რა თქმა უნდა, მოვალეობის შემსრულებელია, იმიტომ რომ მას 3 თვის წინ ვადა ამოეწურა, შემდეგ მას ჩვენ გაუგრძელეთ ეს ვადა, მაგრამ მოვალეობის შემსრულებლად კანონის თანახმად ის 3 თვეზე მეტი ვერ იქნება და შესაბამისად უკვე 3 თვის დასასრულს უნდა გამოცხადდეს კონკურსი, ან უნდა დაინიშნოს კონკურსის წესით დირექტორი, ან შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ კანონით იგივე დირექტორი მოვალეობის შესრულებას ვეღარ გააგრძელებს. ამიტომ ის გიგახლავთ მოქმედი დირექტორი, არავის არ მოუხსნია იგი თანამდებობიდან, პირიქით დღეს ის უნდა მუშაობდეს იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზედაც თვითონაც საუბრობდა და ამის გარდა უკვე ცენტრს წარედგინა ის დასკვნა, რომელზეც საუბრობდა ასევე. რა პრეტენზიები გაქვთ თქვენ მასთან? რისთვისაც მათ აქვთ 10 დღის ვადა იმისათვის, რომ იქ დასახელებული, ასე ვთქვათ, პრეტენზიების გაბათილება მოახდინონ. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. იქ არის, რა თქმა უნდა, პრეტენზიები დაწყებული ფინანსურიდან, შესყიდვებიდან, ადმინისტრაციულიდან, გრანტების ხარჯვა, თანამდებობრივი სარგოების განაწილება და დანამატების განაწილება, საცავებთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც წიგნების პასპორტიზაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე ძალიან რაც მე მაწუხებს, არ არის სრულფასოვნად შევსებული და მრავალი ჩამონათვალი, თუმცა ამას გაეცნობიან და თვითონ უკვე წერილობით და იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში, იმიტომ რომ როგორც თვითონ თქვა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დაწესებულება. აქ ინახება ქვეყნის საგანძური და ის მიდგომა, რომელსაც ახორციელებდა აქამდე ცენტრის მმართველობა, მისი, ასე ვთქვათ, მმართველობის ქვეშ, მე ვფიქრობ, რომ არ იყო სათანადო და ამას სჭირდება აუცილებლად გასწორება. მის პრეტენზიებს რასუპასუხებთ? გითხრათ, მის პრეტენზიებს სანამ გადავალთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს იმდენად სამუშაო პროცესი იყო, რომ ტელევიზორიდან და გადაცემებიდან ამ თემაზე ურთიერთობა არის ძალიან უხერხული. ჩვენ თანამშრომლებთან, კოლეგებთან არ გვაქვს ასეთი ურთიერთობა, მით უმეტეს მას არასოდეს არ ქონია ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა. 2 წლის განმავლობაში და ამის უგულველყოფას თუ აპირებს, მე ვფიქრობ, რომ მართლა სირცხვილი იქნება. ყველა ის თაროზე შემოდებული პროგრამები, პროექტები, ექსპედიციები, რომელიც ჩვენ მას დაუფინანსეთ, ხელი შეუწყვეთ და რომლის ფარგლებშიც გვესმოდა მხოლოდ მადლობა ამდენი ხანი, რადიკალურად შეიცვალა ეს მიდგომა, როგორც კი დაიწყო შიდა აუდიტმა სამუშაოების წარმოება იქ. ამან დაბადა ძალიან ბევრი შეკითხვა. ხო, რაც შეეხება მის აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, რომელიც ეხლა მე მესმის პირველად თქვენი ეთერის მეშვეობით. ოთხი საკითხი შენობის გასხვისება. გამორიცხულია ასეთი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დასმულა და ზუსტადაც აი ახლა ხვდები მე თანამშრომლების აღშფოთებას იქ თვითონ სამეცნიერო დაწესებულებაში, როდესაც ასეთი არასწორი კომუნიკაცია მიდის და ასეთ არასწორ ინფორმაციას აწვდიან თანამშრომლებს, სულ არ მიყვის მე მათი პროტესტი. ამიტომ მე ნამდვილად გადავალ პირდაპირ მათთან კომუნიკაციაზე. გამორიცხავთ იმ ინფორმაციასაც, რაზეც საუბრობთ, რომ თითქოს უცნობი ინვესტორია დაინტერესებულია. აბსოლუტურად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასმულა. გადავიდეთ ლაილაშის ბიბლიაზე. ეს საკითხიც დასვა მან თვითონ იმ არაკონსტრუქციული ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც მას ჰქონდა ებრაელთა მუზეუმის ხელმძღვანელობასთან. ძალიან დიდი ხანი მე ვცდილობდი ამ ურთიერთობის დარეგულირებას. საქმე ეხებოდა ფაქსიმილიურ ასლს, რომელიც, ასე ვთქვათ, გარკვეული ხელშეკრულების ფარგლებში არის დღეს ებრაელთა მუზეუმში. იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა სწორედ მისი ვარაუდის გამო, რომ სახელმწიფოს კანცელარიას მოუწია განცხადების გაკეთება ამის თაობაზე და თქვენც გახსოვთ. შემდეგი ბრალდება, რომელიც ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მანამდე იყო კიდევ ადგილი და ტერიტორია, სადაც ახალი ცენტრი უნდა აშენდეს. როდესაც ის ჩვენთან ერთად დადიოდა მცხეთაში ადგილების შესარჩევად, როდესაც იქ იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მობილიზება გაუკეთე საკმაოდ სოლიდურ წარმომადგენლობას იმისათვის, რომ ესა თუ ის პრობლემა გადაგვეჭრა. ის
ტექნიკური დავალება, რომელიც მან თვითონ შეიმუშავა, გამოგზავნა და იმის მიხედვით ჩვენ ეკონომიკის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის ჩართული არის, რომ ვიპოვოთ ის შესაფერისი ადგილი და ის ტურისტებისთვის მომხიბვლელი ადგილი, სადაც შეიძლება ასეთი ცენტრის განთავსება და მეორე ალტერნატივად განიხილება სამებასთან არსებული მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც მართლაც საუკეთესო მარშრუტი არის ტურისტული მთელ თბილისში და ის მიზეზებიც კიდევ რატომაც თქვათ არ განვიხილეთ ეს პროექტი მცხეთაში, ეს ძირითადად უკავშირდებოდა იუნესკოს მოთხოვნებს, რადგანაც მოთხოვნები იმდენად მკაცრია იქ, რომ მშენებლობის შემთხვევაში ჩვენ იქ დომინანტ, ასე ვთქვათ, გამოკვეთილ და ვიზუალურად კარგ, ასე ვთქვათ, შენობას ვერ ავაშენებდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გადმოვედით მეორე ალტერნატივაზე და აქტიურად ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას. ანაზღაურებას აქაც ბევრი შეკითხვები დაისვა. ბიუჯეტზე საუბრობდა და მე თქვენთან წარმოვადგინე და თქვენ გაქვთ ინფორმაცია ბიუჯეტთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ეს ბიუჯეტი ვნახოთ და დავინახოთ რამდენად მზარდი არის ბიუჯეტი წლების განმავლობაში. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტი არის ცალკე მდგომი, ასე ვთქვათ, იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სხვა მრავალი შემოსავალიც, მათ შორის სტაბილური შემოსავალი გრანტებიდან. გრანტები არის ძირითადად რუსთაველის ფონდიდან გაცემული გრანტები და თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ და ნახოთ რამდენად არის მზარდი 2012 წლიდან ამ დაწესებულების ბიუჯეტი. რაც შეეხება თვითონ ხელფასებს, აქ მიდგომა აუცილებლად შესაძლებელია და ამას ვერ უარყოფს ცენტრის ხელმძღვანელი, იმიტომ რომ მისი მიდგომა არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული. ის თანამშრომლები, მეცნიერ თანამშრომლები, რომელზედაც დგას ეს დაწესებულება, რომლებიც იქ მუშაობენ უკვე 30-35 წელია და მათ არც საბიუჯეტო სახსრებიდან და არც გრანტის შემოსავლიდან არ ეძლევათ სახელმწიფო დანამატი, რომლის ასე ვთქვათ, დაალაგება, მოწესრიგება შეიძლებოდა ძალიან მარტივად, მე ამ პრინციპს და ამ მიდგომას მხარს არასოდეს არ გავუწევ. ჩვენ უკვე მივმართეთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რადგანაც წამოვიდა ამაზე დისკუსიები და ვუთხარით, რომ ასეთი წესით დანამატების გაცემას ბევრად ჯობია გადავხედოთ სახელმწიფო პოლიტიკას და ჩვენ დავიწყეთ ამისი ანალიზი და რადგან მან ვერ მოახერხა ეს, მისი დახმარებით თუ უიმისოთ, აუცილებლად მოვაგვარეთ ამ პრობლემას. მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ გადავალთ აუცილებლად და დავიწყებთ კონტაქტს უშუალოდ თანამშრომლებთან და მეცნიერ თანამშრომლებთან განსაკუთრებით. ეხლა რომ დარჩეთ ჩვენთან ერთად, მე მხოლოდ ერთ წუთს მივცემ ბატონ ბუბა-კუდავას და შემდეგ საუბარს დაასრულებთ, ისევ თქვენ რეპლიკებისთვის გადლებთ მხოლოდ თითო წუთს. ბატონ ბუბა. ხო, ძალიან მოკლედ. თუ კომუნიკაცია უნდა და ვინ უშლიდა აქამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერებს შეხვედროდა და ესაუბრა საკითხებზე, მათ შორის განემატა მათთვის, ყველას რომ მოუმატა 250%-ით, რატომ არ მოუმატა ჩვენს მეცნიერებს. ეს ერთი. მეორე, რატომ არ აყენებდა ჩვენს მეცნიერებს და მათ შორის ჩვენს კოლექტივს ახალ შენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩვენს გარეშე რატომ მართავდა შეხვედრებს, თქვენ წარმოიდგინეთ საბჭოთა პერიოდშიც კი ჩართული იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ახალი შენობის საკითხებში. ასევე აბსოლუტურად ვერ ერკვევა ქალბატონი თამარი პასპორტიზაციის საკითხებთან, დარწმუნებული ვარ მან პირველად გაიგო ასეთი საკითხები. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია არის საკმაოდ კარგად აღწერილი, გამოცემულია ათეულობით აღწერილობა ჩვენი ხელნაწერებისა. რაც შეეხება გრანტებს, ესე თავისე მიიწერა არა ქალბატონო თამარ, გრანტები მოპოვებულია ჩვენ მიერ საკონკურსო წესით და ეს არ არის თქვენ მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჩვენ კონკურსში წლიდან წლამდე ჩვენი კომპეტენციის ხარჯზე, ჩვენი აქტიურობის ხარჯზე ვიღებთ მონაწილეობას და მოვიპოვებთ ამ გრანტებს. დიდი მადლობა ბატონ ბუბა-კუდავა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და საუბარს ქალბატონი თამარი განათლების მინისტრი დაასრულებს. გისმენთ ქალბატონო თამარ. აბსოლუტურად არ ვაპირებ მე იმ თემების და იმ საკითხების გამეორებას და არავითარ შემთხვევაში მე რეპლიკას არ გავაკეთებ კიდევ ერთხელ ტელევიზორიდან კოლეგებთან. მე ეს ურთიერთობა, რადგან არ უნდა დამიჯდეს, ეს იქნება ბუბა, თუ იქნება სხვა დირექტორი, თუ იქნება სხვა თანამშრომელი, მე ვარ მოწოდებული იმისათვის, რომ ვიმუშაო ამ ადამიანებთან. ამიტომ დღევანდელი ჩართვისთვის მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მე ვფიქრობ ძალიან კარგად გაიგებდა საზოგადოება, რაზედაც საუბრობდი. პირად შეურაცხყოფაზე და იმ ცოდნაზე და არ ცოდნაზე აღარ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამაზე მართლაც შეიძლება საუბარი და ეს არ არის ამ ეთერისთვის გამიზნული. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მხარდაჭერას ეროვნული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი, როგორც ვაკეთებდით, როგორც
დავიწყეთ საცავების მოწესრიგება, ასევე გავაგრძელებთ და დავასრულებთ ამ პროცედურებს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ წლების განმავლობაში ის პრობლემატური საკითხები, რომელიც არ მოგვარდა, 2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ამის მოგვარება. რაც შეეხება სხვა თემებს, ამასთან დაკავშირებით ჩვეულებრივად სამუშაო რეჟიმში მეცნიერ თანამშრომლები იქნებიან, ადმინისტრაციის თანამშრომლები იქნებიან თუ ვინც იქნება და თუ დირექტორი არ შექმნის ხელოვნურ ბარიერს იმისათვის, რომ მე ადამიანებთან ვითანამშრომლო, ყველაფერი წავა ნორმალურ რეჟიმში. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ. თამარ სანიკიძე, განათლების მინისტრი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.